უკეთესი სწავლება უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ბავშვებს. რა ვიცი, ახლა ყველას თავისი დროის სწავლა უყვარს, თავისი დროის განათლებას მიიჩნევს საუკეთესოდ. მე ჩემი დროისას მივიჩნევდი. ამათი თაობა ძალიან კარგი თაობა მოდის, ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. ვისაც სწავლა უნდა, ეხლაც ისწავლის და ადრეც სწავლობდა. ყოველთვის ესე იყო და ესე იქნება. მაგრამ ეხლა უფრო მეტად განვითარებული ბავშვები არიან, უფრო მეტი აზროვნება აქვთ, უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი რამე ან სამეცადინო სფეროში, ან ყველაფერში უფრო მეტი პერსპექტივა აქვთ რა. ჩემი აზრი ეს არის. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ეტაპის სწავლას. დაინტერესებული პირი ყოველთვის შეძლებს, რომ ხარისხიანი სწავლა მიიღოს. არის ხელშეწყობებიც, არის ყველანაირად და თუ კი აინტერესებს მოსწავლეს, რომ სწავლას დაეუფლოს, უნდა მიიღოს. ვისაც სწავლა უნდა, მაინც ისწავლის. ახლა ჩვენი საბჭოთა განათლება მაინც სხვა იყო. და ახლა არ ვიცი ახლა როგორი განათლება და ჩვენი საბჭოთა კავშირის დროინდელი განათლება სხვა იყო. მაღლის დონეზე იყო მაშინ. შედარებითი არის ახლა იმ დროში ისე იღებდნენ, ამ დროში არ ვარ უკმაყოფილო ეხანდელი განათლების მიღების. ეხლა დაყავთ აქეთ იქით ბავშვები ამ სკოლის გარეშე მეცადინეობენ და მიიღეს ცოტა კი, მაგრამ გააჩნია ვის როგორა თორე. თუ არ მოამზადე, ბავშვს ვერ მოაწყო. უნდა მოამზადო, მაგრამ არის საშუალებები, ზოგს აქვს, მაგრამ ზოგს არ აქვს. მეტა ისე იყოს, რომ მართლა სკოლიდან მიიღონ ბავშვებმა ისე ცოდნა, რომ აღარ დასჭირდეთ მომზადება.